მარტო ცხოვრობ? მარტო რატო? თქვენ აქ არა ხართ? მშობლები არ გყავთ მას. მშობლები ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. მე პატარა ვიყავი მაშინ. იმდენად ძალიან მინდოდა მასწავლებლობა, რომ სტუდენტობის შემდეგ აქ ჩავჭი, ქალაქში. მინდა მოზარდებში ნათელი გავაცოცხლო. ნათელი რა? ნათელი თავად ღმერთია, სამყაროს შემოქმედა. ადამიანს მან ნათელი მისცა და თავისთან. 60-ში მიუჩინა ვინმე. მაგრამ ადამიანმა ზურგი აქცია ღმერთს. ცოდვა ამჯობია, დაკარგა 60-ს და საღმრთო ნათელიც. ალბათ ამიტომაც ეძებს ადამიანი სულ რაღაცას. ეძებს და ვერ პოულობს. ასე მოხდა ადამიანი დედამიწაზე, წუთის სოფელში. მაგრამ კაცს მოყარე ღმერთმა არ მიატოვა იგი დაცემულობაში. იქცა კაცად და მკვდრეთით აღმდგარდა. თავად იტკივილა ჩვენი ცოდვა. მან ეკლესია დააარსა ჩვენს გამოსახსნელად. ამიტომ დაგჯან წადაში ნათელავი. სწორედ ამიტომ სხვა გზა 60-ში დასაბრუნებელი არ არსებობს. მე მინდა შევქმნა ახალი საგანი თქვენი გულებისთვის და მინდა რომ ძალიან გიყვარდეთ ეს საგანი თქვენ. და რას დააქვთ ამ საგანს? საგანმანათლებლო კურსი, სამშობლოს მცოდნეობა, დაფუძნებული ქართული იდეის ღირებულებათა ღირსება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. აუ, რა მაგარია! და როდის ის იქნება მზად მას? არ ვიცი, ჯერ მხოლოდ იდეა, ჩვენი საყვარელი პატრიარქის გულიდან ამოზრდილი. როგორებო? მე ამერიკაში ვაპირებ წასვლას. სწავლას მოვჩები და ფრი. მეც მინდა წასვლა. ამ ქვეყანაში წინ ვერ წახვავ. მეც სწავლ ალბათ. რას მომცემს აქ ცხოვრება? ჩვენი მაღალღირსეული წინაპარიკი სხვაგვარად ფიქრობს. როგორ მას? როგორ და რა მიეცათ სამშობლოს? თავს წირავდნენ, სისხლს ღვრიდნენ, ოფს ღვრიდნენ და ეს ქვეყანა ჩვენამდე მოიტანეს. დღეს ჯერი ჩვენზე. დღეს დედა სამშობლოს უჭირს. ჩვენი დახმარება სჭირდება. ჩვენი თავდადება. მე როცა ქართულ მიწაზე ვდგავარ, მთელი სამყარო მიჭირავს მხრებით. ვისი ლექსია მას? წარიელ ხარხელაულის. მინდათ მოგასმენინოთ მისი სწავლება. მარტო სამშობლო უფლის გარეშე უსაძირკუროა. სიყვარულის გარეშე ვერასოდეს ვერ არაშენდება სამშობლოს ესეთი ძლიერი როგორიც შენ გინდა. სამშობლო ჩვენ ვაქციეთ საყვალპურიო ენაზე სასაუბრო, როდესაც დავჯდები სუფრასთან ავწეთ ჯეგას და ვინ უკეთესად ვეტყვით. მაგაზე არა, ვინ უკეთესად ვემსახურებით სამშობლოს როგორც სიყვარულზე და სამშობლო და სიყვარულზე შინაარსით მოყოლ არ შეიძლება. არც ერთს არ აქვს შინაარსი. ის შენშია როგორც უფალი.